რაც შეეხება სახელმწიფოს დამოკიდებულებას, ხელისუფლების დამოკიდებულებას ხალხის მიმართ, მე მახსენდება გიორგი ჭყონდიდელის დარიგება, ასე ვთქვათ, დავით აღმაშენებელის მიმართ. ესე იგი, ისე უბრუნება, რომ თუ გინდა ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი საქართველო, ღირსება დაუბრუნე ხალხს. ესე იგი, რას ნიშნავს, თუ ქვეყანაში დაბეჭავებული უღირსი საზოგადოება ყავს, ესე იგი, იგივე ქვეყანა რა არის? ქვეყანა ხალხი. როგორც ცხოვრობს ხალხი, ისე ცხოვრობს ქვეყანა, ხო? ელემენტარულია. ესე იგი, ეს არის ინდიკატორი, თუ შენ არ ცდილობ, როგორც ხელისუფალი ყავდეს ღირსეული საზოგადოება, ძლიერი საზოგადოება, ესე იგი, შენ არ გინდა გქონდეს ღირსეული ქვეყანა. ეს არის ინდიკატორი, დასკვნა უკვე. 10 საუკუნეა თითქმის გასული ამ სიტყვების მერე და არაფერი არ იცვლება. ახალი არაფერი არ ხდება, ერთ და იგივეა ყველა დროში. მოღალატეები, ერთგულები, თავგანწირვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საბედნიეროდ საქართველოს როგორც გამყიდველიც ბევრი ყავს, რა თქმა უნდა. ერთგული და თავდადებული გმირები ძალიან ბევრი ყავს. მაგით მოვედით, ასე ვთქვათ, აქამდე.